ეს არის მართლაც თვისებრივად ახალი მომენტი საქართველოსა და დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობაში და ეს არის მომენტი და ეს არის თარიღი, მე ვიტყოდი 2026 წლის 12 მარტი, როდესაც რეალურად ეს დღე და ეს მომენტი შევა ისტორიაში, როცა შეფასდება საქართველოს ეს ძალიან შაუბნელი წლები, ის წლები, როდესაც საქართველოს სრულად ჩამოშორდა საკუთარ ისტორიულ გეზს, როდესაც სრულად იყო იზოლირებული რამდენიმე ათეული ქოცის გამო. აი ეს სამარცხინო წლები, როდესაც იქნება მოგონებული ისტორიაში, ეს დასკვნა და ეს თარიღი იქნება მერწყვეტ ერთ-ერთი საკვანძო, საეტაპო თარიღი. რატომ? ჩვენ გუშინ ვნახეთ არა მარტო ცალკეული სახელმწიფოს პოლიტიკური შეფასება, ან თქვათ, რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის მიერ გაკეთებული რეზოლუციური მოწოდება, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია და ვაფასებ, მაგრამ ჩვენ ახლა ვნახეთ სხვა რამ 24 სახელმწიფოს მიერ ერთობლივად ინიცირებული მექანიზმი, პირველი. 24 დემოკრატიული ეუთოს წევრი სახელმწიფო უმაგრებს ზურგს ამ დასკვნას. ეს არ არის მხოლოდ ვიღაცის, მხოლოდ რაღაცა პარტიზანული ფრაქციული დოკუმენტი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ისიც მნიშვნელოვანია ხოლმე. მეორე, მოსკოვის მექანიზმი არ გამოიყენება რუტინულ დიპლომატიაში, არ გამოიყენება ჩვეულებრივ შემთხვევებში. ის გამოიყენება კაციჭამია რეჟიმების შესასწავლად და მათ შესახებ შესაბამისი პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური აზრის ფორმირების მიზნით. და თუ შევხედავთ ისტორიაში რა ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ ყოფილა გამოყენებული მსგავსი მექანიზმი, უბრალოდ შეგვეცოდება საკუთარი თავი. სახელმწიფო ჩვენი ისტორია და ჩვენი ამჟამინდელი ყოფა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ნორმალური ადამიანი იყო, ქართველი იყო, მოქალაქე იყო, გიყვარდეს ისაც შენს ირგვლივ არის, ხო? საკუთარი თავი მათ შორის და შენი ქვეყანა და არ დაგზაფროს იმან, რომ 2026 წელს შენს წინააღმდეგ იყენებენ ისეთი ტიპის მექანიზმს, რომელსაც იყენებდნენ ბალკანეთში უმძიმესი შემზარავი ადამიანის უფლებების დარღვევის შესასწავლად. აი როგორ შეგვიძლია ისოდეს ნორმალური იყო, კონდეს ადეკვატური რეაქციები და არ კონდეს ძალიან მკაფიო სიბრაული. აი ეს არის მშვიდობა, რომელსაც ივანიშვილი მშვიდობას უწოდებს, ბატონო გრიგოლ. ხო, ეს არის კარგი განსახილება მართლაც ყველაფრის. აი ვითომ მშვიდობის რომელშიც უბრალოდ ჭაობში აღმოჩნდით და არანაირი პრაგმატული საფუძველი არ გააჩნია ამ მშვიდობას, ან ხოც არაფერი გაუგეთებია იმისთვის, რომ აქ მშვიდობა იყოს დღეს, ის რომ მშვიდობა არის, თუ ამას მშვიდობა ქვია, თუ მშვიდობა ქვია იმას, რომ გინტოს თავში ესწოლეს სანთლის ანთების დროს და გამოვართ ეს მშვიდობა არის, როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს ადამიანისთვის, რაც 4 ზორიას გაუკეთეს მშვიდობა არის, აღარ ვახსებ, რომ პტაცებენ ადამიანებს, აღარ ვახსებ სოციო-ეკონომიკური გაგებით მშვიდობის დროს გაგიგიათ, რომ ასობით ათასი ადამიანი გაქცეულიყო ქვეყნიდან. აი გაუგია ვინმეს რომ მშვიდობა არის, კეთილდღეობა არის, ყველაფერი კარგად არის და ხალხი გაეთინება მაქსიმალურად და მასობრივად. და ასეთი სისტემური წამება, ადამიანური მოპყრობა, ქიმიური იარაღის გამოყენება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ციხეში ჩასმა, აბსოლუტურად არარსებობა სასამართლო სისტემის, ეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად სხვა არაფერია, პარტიების გაუქმება და აბსოლუტურად ამ დოკუმენტში აღწერილია თითქოს თანამედროვე პოლიტიკური აზრის კრიმინალიზება. ჩვენი კი ბატონო და ბატონო გრიგოლ, აი როგორ ფიქრობთ ახლა რა გამოსავალი რჩება ბიზნესმენებს? დიახ. პოლიტიკური აზრის კრიმინალიზება არის ჩემთვის ცალკე გამოსაყოფი. რატომ? ეს არ ეხება სამ ოპოზიციურ პარტიას, ხო? ან თუნდაც ხუთს, ეს ეხება ყველა ქართველს. აი ეს მინდა ძალიან ფართო პრინციპად გამოვყოთ, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს, მათ შორის ქოცს, ეხება აი ეს უბედურება, რასაც ახლა ქოცები აკანონებენ და ეს მათ მინდა ესვოდეთ და ისინიც გვისმენენ ხოლმე. ნახეთ რა შეა საქმე, როდესაც პოლიტიკური შეხედულების კრიმინალიზება ხდება ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ არც ერთი საბაზისო თავისუფლება აღარ არსებობს. ეს იგივეა, რომ მე რო ახლა დაუწესო ვინმეს კანონად, რომ თუ მას მოსწონს ღრუბლიანი ამინდი, ის არის კრიმინალი. თუ მას მოსწონს პიცა, ის არის კრიმინალი. ეს გემოვნებაში შესვლა არის. ეს არის რეალურად შესვლა ისეთი ტიპის ამბის რეგულირებაში, რაც არავის საქმე არ უნდა იყოს გარდა მოქალაქისა და მისი თავისუფლებისა. და ყველა მოქალაქემ, ყველა ქართველმა მინდა იცოდეს, რომ დღეს რაც ხდება, არც ერთ თქვენგანს არ დატოვებს ხელშეუხებას თუ ჩვენ არ შევცვლით ამას. ეს არ ეხება ისევ და ისევ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას. როგორც კი პრინციპი მისაღები ხდება, რომ ვიღაცა
ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რა გემოვნება მქონდეს პოლიტიკურად, ვინ ლეგიტიმური მეგონოს, ვინ კარგი, ვინ ცუდი, ვინ პატრიოტი, ვინ მოხალატე, ეს ჩემი საქმეა, ჩემი სინდისის თავისუფლების საქმეა და ჩემი სიტყვის თავისუფლების საქმეა და ეს არის ყველაზე საბაზისო დემოკრატიული რამ. ამიტომ ყველა ადამიანს ეხება ეს პრინციპი, ეს მინდა რომ ეს მოდი რა შეეხება არჩევანს გეტყვით ძალიან მოკლედ. ხო, წარმომადგენლების კომენტარები ამას გვაჩვენებს, რომ თითქოს არ აპირებენ უკან დახევას და აი როგორც მაგალითად სანქციებთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ ეს ჩვენ არაფერს ვერ დაგვაკლებს, ესეც ნუ რაღაცა დაასდეს ბრალი, რომ თითქოს არაკომპეტენტურები იყვნენ ეს ექსპერტები, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი რამდენად ახლოს არის ის წერტილები? ივანიშვილი თითქოს ცდილობს, რომ ეს სტატუს კო რაღაცნაირად გაიხანგრძლივოს და ყვებოს ამ პროპაგანდით მისი მხარდამჭერები, მაგრამ რამდენად ახლოს არის ის წერტილი, როცა ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც, ახალი არჩევნების ჩანიშვნაც და ალბათ იმ ხალხის დასჯაც, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების წამებაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს წერტილი დღეს უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში და მათ შორის ეს დასკვნაც ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა არის ერთი დიდი, ძალიან დიდი, როგორც ვთქვათ, ფაქტორი ამ მიმართულებით. იმ მიმართულებით, რომ რეჟიმს მოუწევს პოლიტიკის გადატვირთვა, მას უნდა ესწროს ზოგადად ყველას უნდა გვესწროს და მე ვფიქრობ, ამ მხარეს კარგად გვესმის, რომ ასე გაგრძელება არის წარმოუდგენელი. ასე ვერაფერი ქართული, ვერაფერი ნორმალური ვერაფერი ადამიანური ვერ გაიხარებს. ეს ხომ ყველამ ვიცით. პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, ადამიანების მასობრივი გადინება, შობადობის ნეგატიური სალდო, აი ყველაფერს ერთად ვამბობ, ხო, რაც ჩვენს თავს ხდება ბევრ სულ რამეს. პოლიტიკური პატიმრები, აი 20 წლის ბავშვები რო ზიან იქ ციხეში, ხო ვთქვათ. ეს რანაირ მაგალითს აძლევს ნებისმიერ ტიპის ქართველს. მათ ბაბუების თაობას რას ეუბნება, თუნდაც ქართული ეცების ამომრჩევლს, რომ ამისთვის იბრძოლეს წლები, ეს უნდათ, რომ მათი შვილიშვილების ტოლა ხალხი დღეს იყოს საპატიმროში ამ აბსურდულ რაღაცეებზე და პატარებს ასაძებს. აი მის დღეს 14-ისა და 15-ის და შედის ცნობიერ ცხოვრებაში და იწყებს ფიქრს იმაზე თუ რა ხდება მის ირგვლივ, რა არის პოლიტიკა, რა არის სამშობლო, მათ რა მაგალითს ეუბნება. ან აი ბავშვებს ესვით დღეს, აი წამით დავფიქრდეთ ხოლმე 15 წლის ბავშვი ესვის ან 16-ის, რომ ოპოზიციური პარტია იგრძალება. ან ეს ნორმად უნდა მიიღოს. როცა სოციალიზაციას იწყებს უკვე აი რეალურ დროში, ეს უნდა ეგონოს, რომ ნორმა არის. ან ვიღაცა რომ გამოვა წერაკითხვის უვიცი კოცი და ხალხს უწესებს რას როგორ შეხედონ, რას ლეგიტიმურად, რას არალეგიტიმურად. ვინ კაცო ამ მართლა უვიცების რაღაცა ხროვამ უნდა დაუწესოს ქართულ ხალხს. უნდა დაუწესოს რას როგორ შეხედონ. ხო, არ ვიცი ახლა, ნუ არ მინდა სახელმწიფო გვარებზე გადავიდე, მე ჩემ თავს წვენ პატივს და არა მათ. ამით, მაგრამ ყველა მიცის ხო, რა საზოგადოება ზის. ყველა მიცის და ეგენი გიწესებენ ხალხო, რა არის ლეგიტიმური და რა არ არის და ამასობაში სომხეთმა გაგვასწრო 20 თავით საგარეო პოლიტიკაში 9 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვის სისტემა მიიღო. აზერბაიჯანმა ამერიკასთან მოვაწერა ხელი სტრატეგიულ შეთანხმებას და ჩვენთან გზავნიან იმ ტიპის მექანიზმს, რომელიც 90-ებში კაციჭამია რეჟიმების შესასწავლად იგზავნებოდა. არ ცხენია, რომ აი ესეთ მაჩანჩალა ქვეყანად ვიქეცით. ამიტომ გადატვირთვა და შესაბამისი სწორი პირობებით, სწორი პროცესის მიღწევა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქართული სახელმწიფო შევინარჩუნოთ აი ძალიან მძიმე ვითარებაში და ჩვენ სხვადასხვა მინდა ვთქვა, გვექნება სულ მალე 15 მარტს ლიდერთა სათათბირო ლელოს 150 ლიდერი, ანუ მთელი ეროვნული კორპუსი ლიდერების ასე თუ ვიტყვით, არა მარტო პოლიცაბჭოს წევრები, არამედ მთელი ქვეყნის წარმომადგენელი, არჩეული პირები, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჩვენ ვიკრიბებით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე სამსჯელოდ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება 15 მარტს, როცა ეროვნული ლელო იმსჯელებს ძალიან ბევრ აი მიმდინარე ამბავზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება არაერთი საინტერესო შეთავაზება ჩვენი საზოგადოებისთვის.